გადავედით შემდეგ საკითხზე უკვე წაკითხულ წერილებში ან მოსულ წერილებში რომელიმე იუზერის დამატება. ასე მაგალითად მოვძებნოთ ირმა. search-ით მოიძებნა ირმა. შემდეგ ესე იგი ვირჩევ ვხსნი მის მეილს და ვეუბნები ბრძანებას მაგალითად ვაძლევთ add irma to a contact list. და ნახოთ ახლა compose mail-ში თუ ავკრებთ irmas, ნახავთ რომ irma უკვე ჩემი კონტაქტ ლისტებში დამატებულია. ჩვეულებრივ. ასევე კონტაქტებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა შემდეგი რომ კონტაქტებზე მუშაობის დროს არის ესეთი აი, როგორც ხედავთ, დამატებულია, ხო? კონტაქტებთან მუშაობის დროს არის ასევე კიდევ ერთი საკითხი. Find duplicate. Find duplicate-ის დროს ის პოულობს რაიმე ხომ არ არის გამეორებული და ნახეთ 3 კონტაქტია გამეორებული გიორგი დათუკიშვილთან დაკავშირებით. მე ვეუბნები merge და ის აერთიანებს და ერთი კონტაქტის ქვეშ ალაგებს. ასევე view suggestions და მთავაზობს კიდევ 2 კონტაქტს. ნუ ეს 2 კონტაქტი ისედაც მაქვს უბრალოდ სხვადასხვა მეილებია თითოეულ მათგანზე ქვემოთ განხილული. კარგით, ამითი კონტაქტები სრულიად ამოვწურეთ და გადავდივართ თემაზე, რომელსაც ქვია კალენდარი. სწორედ კალენდრამდე მოდით განვიხილოთ ჯერ search-ი. search-ი ჩვენ უნდა დავწეროთ რისი მოძებნა გვინდა, მაგალითად წერთ გიორგი მოიძებნა, ნუ არ დამიწერია სწორე, მაგრამ არა უშავს. როგორც ხედავთ, აი აქ მოიძებნა ეს ჩანაწერი. ამ შემთხვევაში მოიძებნა ასე. თუ მე მინდა მოვძებნო ყველაფერი მაგალითად ელენე და ნახავთ რომ მოიძებნა ყველაფერი სადაც არის ნახსენების სიტყვა ელენე. ამის გარდა არსებობს ბრძანება show search option-ი, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ რას ეძებთ ვისგან მოსულს ვისთვის გაგზავნილს რასათაურით სად მოიძებნოს inbox-ში start send draft-ი თუ ასე შემდეგ თუ თქვენს მიერ შექმნილი ფოლდერები მაგალითად Facebook-ი შეიცავს ამ სიტყვებს არა აქვს attachment-ი აქვს არა აქვს და თარიღი ხო მივცეთ დავუშვით რაღაცა search-ი და ვნახოთ რა რეზულტატი გვექნება. მოკლედ გახსნა ფოლდერი რომელშიც არის ინფორმაცია ანუ Facebook-ის ფოლდერი და რა მეილებიც იყო ყველაფერი ეს მეილები გამოიტანა, ნუ ამ შემთხვევაში იყო მხოლოდ ერთი. hide search option-ი შეგვიძლია მივცეთ და დაიმალება option-ები. აქვე არის ბრძანება create a filter და ფილტრის შექმნა, ნუ რომელიც ჩვენ უკვე ცხადია ვიცით. კარგით, ამითი მოდით დავასრულოთ საუბარი ამ თავზეც და გადავიდეთ უკვე შემდეგ თავში კალენდარზე.